გამარჯობა ყველას, დღეს ვისაუბრებთ ავტოგაციულ სამდეში ლაინის ანუ ხაზის ტიპების შექმნაზე. ავტოგაციულ სამდეში ისევე როგორც სტანდარტულ ავტოკადში შესაძლებელია ჩვენთვის სასურველი ხაზის ტიპის შექმნა. რა არის ხაზის ტიპი? ხაზის ტიპი ეს არის სხვადასხვა სეგმენტისგან, სხვადასხვა ფორმისგან შედგენილი ხაზის სხვადასხვა მონაკვეთი. სტანდარტული ავტოკადის ხაზი პოლილაინი შეგვიძლია ყველა ვიცით, რომელიც არის ბრძანება PL კლავიატურაზე აკრებით ან პოლილაინ დაჯერის შემთხვევაში დახაზავს ჩვეულებრივ სტანდარტულ ხაზს. პირველი ეს არის წვეტილი ესეთი მარტივი ტიპის ხაზების შექმნა შესაძლებელია. შემდეგნაირად ცივილ სამდეში უნდა გადავიდეთ Express Tool tabში. ახლა მე ვიმყოფები Home tabში. Home tabიდან გადავალ Express Tool tabში. Express Tool tabში ჩამოშლით სამოსასწრაფო Tool menus. ჩამოსაშლელი Tool menus-ში, Tool panel-ში არის ესეთი ბრძანება Make Line Type. დავაწვევი მე მას. პროგრამა მომთხოვს შევინახო ხაზის ტიპი, სადმე მე ახლა მას შევინახავ ჩემ დესკტოპზე Line Type პანჯარაში და დავარქვევ მას Ads. დავაწვევი Save. შემდეგ პროგრამა მეუბნება შეიყვანე სახელი, აგად შევიყვანე ერთ შესაბამისად. შეიყვანე აღწერა, აღწერა შეგვიძლია გადავახდეთ და დავაწვეთ ერთ-ერთ არს, ან შევიყვანოთ და დავწეროთ წვეტილი. სასურველია გამოვიყენოთ ლათინური შრიფტი. შემდეგი მიუთითე საწყისი. საწყისი წერტილი ჩემი ხაზის არის აქ, დავაკლიკებ. შემდეგ მიუთითე ბოლო ხაზის ბოლო მდებარეობს აქ. აქედან უკვე ახალი ხაზი იწყება. მიუთითე ობიექტები, რომელიც გინდა ხაზის ტიპში მოათავსო, მე მიუთითებ მას ორივეზე, როგორც შემიძლია აგრეთვე მოვნიშნო, როგორც ყველა ერთად, ისევე სათითაოდ დავაწვე მათ. დავაკლიკებ მარჯვენა კლიქს ჩემ კლავიატურაზე, Enter-ს ან Space Relax და შესაბამისად პროგრამა მითხრა შეიქმნა ერთიანი ხაზის ტიპი და აგრეთვე ჩაიტვირთა შევამოწმოთ, შევქმნათ ჩვენთვის სასურველი ხაზი. მე ახლა ესე გავაკეთებ. ეგ. და Ctrl ერთიანის დაჯერით გამოვიტან დამხმარე პანჯარას. დამხმარე პანჯარაში Line Type-ში მე მიუთითებ ჩემ შექმნილ ხაზის ტიპს. ერთიანი როგორც ხედავთ აქ არის მდებარეობს. ცოტა გავადიდებ რომ დავინახოთ. კარგად და ერთიანის დაჭერის შემთხვევაში. ჩემი line ტიპი უკვე შეიქმნა. როგორც ხედავთ, ჩემი ძველი დახაზული ხაზი ეს იყო სხვადასხვა სეგმენტები ხაზისა, ხოლო მე უკვე ამ ხაზში გავაერთიანებ ჩემი ხაზის ტიპი და შემიძლია ეს გავზარდო, დავაპატარავ და ამასთან შედარებით უკვე გაიზრდება და დაპატარავდება მასშტაბთან შედარებით ჩემი ხაზის ტიპი. შემდეგი ცოტა უფრო რთული ხაზის ტიპი. ახლა რა შეიძლება აქ მოვიფიქროთ? პირველი ეს არის სტანდარტული AutoCAD-ის ლაინი, მეორე ეს არის multi-text-ი. Multi-text-ი იქნება annotate tabში გადასვლისას multi-line text-ი. მაგრამ გვაქვს ერთი პრობლემა. Line type-ის შექმნისას აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ არამედ multi-line text-ი, არამედ single line text-ი, ანუ ერთხაზოვანი ტექსტი უნდა გამოვიყენოთ. მე ახლა შესაბამისად შემიძლია ახალი ერთხაზოვანი ტექსტი შევქმნა, ან ეს ტექსტი ავაფეთქო და დამრჩება ერთხაზოვანი ტექსტი. ავაფეთქო, მივიდე Modify პანელში და დავაწვე Explode, მოვნიშნო ჩემთვის სასურველი ტექსტი და უკვე შევქმნი ტექსტი, ჩვეულებრივი და არა M ტექსტი. შემდეგი გადავიდეთ ისევე Express Tool-ში, ჩამოშალოთ Tool panel-ი, Tool panel-ში მიუთითოთ Make Line Type-ი, ჩვენ Line Type-ში უკვე არსებობს პირველი და ავკრიბოთ ორიანი. დავაწვეთ Save-ს. სახელი შევიყვანოთ ორიანი ისევე, დავაწვეთ Enter-ს. აღწერაში მიუთითოთ K, დავაწვეთ Enter-ს. შემდეგ მიუთითე საწყისი წერტილი. მიუთითოთ საწყისი წერტილი. მიუთითე ბოლო წერტილი, მიუთითოთ ბოლო წერტილი. მიუთითე ობიექტები, რომელიც გინდა შევიდეს ხაზის ტიპში და მარჯვენა კლიკი. ხაზი ჩაიტვირთა და შეიქმნა. შემდეგი შევამოწმოთ ჩვენი ეს ხაზი.
მივცეთ მას ფორმა Ctrl-1 line type-ში ჩამოვშალოთ და შევიყვანოთ ორიანი და როგორც ხედავთ ხაზი K შეიქმნა. გადიდებით ან დაპატარავებით შესაბამისად ხაზის სეგმენტები მრავლდება ან მცირდება. მესამე ტიპი უფრო რთული ტიპის ხაზი. ეს ასეთი ტიპის ხაზები, შესაბამისად ზემოთ გქონდა ერთხაზოვანი ტექსტი, ასე რომ ესეც ერთხაზოვანი სულ პირველი, ჩვენი შექმნილი პირველი ხაზი ერთხაზოვანი მონაკვეთი იყო, მეორეც ერთხაზოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ერთხაზიანი ტექსტი, ხოლო მესამე უკვე მრავალ დონეზე ადის, ასე ვთქვათ, დონე ზემოთ, დონე ქვემოთ. ეს უკვე რთული ტიპის ხაზი. ამისთვის ჩვენ line ტიპის შესაქმნელად გვჭირდება გადავიდეთ Express tool tab-ში და პირველი შევქმნათ shape. Shape ეს არის ფორმა, ფორმა ფაილი. ფორმა ფაილის შექმნის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია უკვე შევქმნათ დავუმატოთ ის line, ანუ ხაზის ტიპში. შევქმნათ პირველი ფორმა ფაილი. ფორმა ფაილში მე შევინახავ იგივე line type-ში. Line type-ში დავარქმევ ამას shape. დავაწვევი save. მეუბნება შეიყვანე ფორმის სახელი. დავარქვათ shape. შესაბამისად რეზოლუცია შეგვიძლია გავზარდოთ ან დავაპატარავოთ. მე ახლა დავტოვებ ამ რეზოლუციას. მიუთითე ბაზური წერტილი, საიდანაც უკვე მე ჩავამაგრებ უკანვე ჩემ shapes. შეიყვანე მონაკვეთები, მე მოვნიშნავ ყველა იმ მონაკვეთს, რომელიც მე ჩემ shape-ში შევიდეს, დავაჭერე მარჯვენა კლიქს. შემდეგი მეუბნება რომ შეიქმნა shape და დაემატა ჩვენს ნახაზში. მე მოვნიშნავ ახლა ჩემ ძველ ფორმას და წავშლი მას. შემოვიდნენ ჩემ შექმნილ shapes, აგვრივავ shape ბრძანებას, დავაწვევი enter-ს, შევიყვან სახელს, რომელიც მე დავარქვი ჩემ shapes. Enter-ი და როგორც ხედავთ insert-ი და მარჯვენა კლიკი in between two point 1 2 შესაბამისად შეგვიძლია მასშტაბი ვცვალოთ. მე ახლა დავტოვებ იგივეს, დავაწვევ space. შეგვიძლია მიმართულებაც ვცვალოთ მისი, მე ახლა იგივეს დავტოვებ და space დავაწვევი და შეიქმნა როგორც ხედავთ. ახლა უკვე ძველებურად შევქმნით ჩემ ხაზის ტიპს. ამას დავარქვევ shape. Enter-ი. შეიყვანეთ ხაზის სახელი, იგივეს დავწევ. თუმცა თქვენ შეგიძლიათ სხვა სახელი მიუთითო. შეიყვანე საწყისი, შეიყვანე ბოლო. მოვნიშნოთ ყველა ის ობიექტი, რომელიც გვინდა ხაზის ტიპში დავამატოთ და შეიქმნა და ჩაიკვირთა. შევამოწმოთ. მოვნიშნოთ Ctrl-1 და line type-ში შევუცვალოთ shape. და შესაბამისად შეიქმნა ესეთი ტიპის ხაზი. ბოლო ეგრეთ წოდებული სეტკა. აქაც ჩვენ დაგვჭირდება shape-ის ფორმის შექმნა. ჩამოვშალოთ tool-ზე make shape. დავარქვათ ამას fence. Save. სახელი Enter-ი. რეზოლუცია დავტოვოთ. მიუთითე საწყისი წერტილი, მიუთითოთ. მოვნიშნე ობიექტები, მოვნიშნოთ. შეიქმნა shape-ი. ახლა მე წავშლი ორივეს და ჩავტვირთავ. დავტოვებ მასშტაბს იგივეს რაც მქონდა, აგრეთვე კუთხესაც იგივეს დავტოვებ და შევქმნი line-ის ტიპს.
საწყისი წერტილი, ბოლო წერტილი. მივუთითე ობიექტი, რა გინდა რომ შევიდეს ხაზის ტიპში და ჩავტვირთე. შესაბამისად ჩავტვირთოთ ჩვენი ხაზის ტიპი. და ხაზის ტიპშიდაც მოვნიშნოთ ჩვენი ახლად შექმნილი ხაზის ტიპი fence. შესაბამისად გაზრდით და დაპატარავებით მიიღება აი ესეთი ფორმის ხაზი. ეს იყო ვიდეო გაკვეთილი თუ როგორ უნდა შევქმნათ ხაზის ტიპები Civil 3D-ში.